მსოფლიოს განვითარება კომპანიებზე და მათი დამფუძნებლების გადაწყვეტილებებზე არის დამოკიდებული, რადგან სწორედ ანტრეპრენიორები არიან ის ადამიანები, რომლებიც პროგრესს განაპირობებენ. კომპანიები ბრენდებს ფლობენ, რომელთა დახმარებით მომხმარებელს თავს აყვარებენ. ბრენდების გლობალური რეიტინგის შედგენა მრავალი კომპანიის ძალისხმევას მოითხოვს და ეს საქმე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Brand Finance-მა ითავა, რომელიც კომპანიებს ბრენდის ფინანსური პარამეტრებით, ბაზრის წილით, მომხმარებელთა ლოიალურობით და მარკეტინგული ინვესტიციებით და დანახარჯებით აფასებს. დღეს საქმიან საღამოში რეიტინგების ფორმატში სწორედ იმ პრემიულ ბრენდებს გაგაცნობთ, რომლებიც Brand Finance-ის შეფასებით მიმდინარე წელს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ფასობს. ამ რეიტინგის პირველ ადგილს, რაც არ უნდა უცნაური და გასაკვირი იყოს, იკავებს გერმანული Porsche, რომელიც არის პრემიუმ სეგმენტში ავტომობილების ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი, რომელიც უკვე ლამის 10 წლეულია აწარმოებს ავტომობილებს, რომლებიც უყვარს ყველას, განსაკუთრებით ის უყვართ მდიდარ ადამიანებს, რადგან სწორედ მათზე არის გათვლილი ნებისმიერი Porsche, რომელიც გამოდის ყველაზე იაფიანი თანამედროვე ლაინაპში Porsche-ც კი, რომელიც ელექტრომაგანია, ღირს დაახლოებით 80,000 евро არის მის საწყის ფასი. შესაბამისად გვაქვს ძალიან მაღალ სეგმენტთან საქმე. თავად კომპანიის კაპიტალიზაცია არის დაახლოებით 44 მილიარდი, მაგრამ აქ შედის მხოლოდ Porsche. რეალურად ამ კომპანიას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, რადგან Porsche თავად საავტომობილო ბრენდი Porsche არის Volkswagen გრუპის საკუთრებაში, ხოლო თავად Volkswagen გრუპის მფლობელი არის Porsche-ების ოჯახი, რომელიც ასევე Porsche სახელით არის ცნობილი, თავად ჰოლდინგური კომპანია. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ კომპანიაზე, რომელიც მაკანებს, 911-ებს და სხვა მსგავს ავტომობილებს აწარმოებს. აქვე რამდენიმე ფაქტი ვთქვა, 1931 წელს ლეგენდარული Ferdinand Porsche-ის მიერ შტუტგარტში არის ეს კომპანია დაფუძნებული და რამდენიმე წელი ჯერჯერობით არ აწარმოებდა Porsche-ის ბრენდის ქვეშ ავტომობილებს. პირველი ასეთი გამოჩნდა 1948 წელს, ხოლო პირველი 911, რომელიც ლეგენდარული ავტომობილია, გამოჩნდა 1964 წელს. იმ დროს ის გამოვიდა ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე და მოახდინა ფურორი და რეალურად დღევანდელი 911, რომელიც უკვე 992 სერიით არის ცნობილი, რეალურად ძალიან გავს იმ პირველ Porsche-ს, რადგან როგორც ავტომოყვარულებს უყვართ და ჩვენ მათ შორის გვიყვარს ამის ხშირად თქმა, როცა რაღაცა გამოგივიდა იდეალურად 1964 წელს, ამის შესვლას დიდად არ ჭირდება ხოლმე არაფერი, უბრალოდ ტექნოლოგიურად ის ხადია უფრო განვითარებული, აგერ უკვე ჰიბრიდული 911-იც გამოჩნდა, მათ შორის ძალიან ბევრი სხვა ელემენტი დაემატა, მაგრამ არსი და ფილოსოფია არის იგივე, რაც იყო 1964 წელს და ამიტომაც არის დიწილად, რომ Porsche-ის ბრენდი არის შეფასებული, მხოლოდ ბრენდი, არა კომპანია, შეფასებული არის ლამის 41 მილიარდ დოლარად. კიდევ ერთი კომპანია, რომელიც თავის რეცეპტს ხშირად არ ცვლის და როდესაც იდეალურ რეცეპტთან გაქვს საქმე, მას დიდად ხელისფათური არ ჭირდება, ეს არის Chanel-ი, რომელიც ალბათ ბევრი ექსპერტის შეფასებით ქმნის საუკეთესო სუნამოებს, თუ კი რა თქმა უნდა, ნიშურ ბრენდებს არ ჩავთვლით. სამოყვარულო ბრენდებს შორის Chanel-ი არის ერთ-ერთი საუკეთესო, ამიტომაც Chanel-ი რეიტინგში იკავებს მეორე ადგილს და თანაც Chanel-ი მხოლოდ სუნამოებთან რა თქმა უნდა არ ასოცირდება, ის აგრეთვე ქმნის ფუფუნების საგნებს და რა თქმა უნდა არის წარმოდგენილი მაღალ მოდაში და თავად ამ ბრენდის შეფასება არის დაახლოებით 38 მილიარდი დოლარი და შეგვიძლია თითქმის თამამად ვთქვათ, რომ Chanel-ი რა არის პლანეტაზე ლამის ყველგან იციან. კომპანია თავისი არსით საფონდო ბირჟაზე არ არის დალისტული, შესაბამისად მისი კაპიტალიზაცია ჩვენთვის ცნობილი არაა, თუმცა როგორც ჩანს, მხოლოდ და მხოლოდ ბრენდი Chanel-ი და მისი ლოგო ღირს დაახლოებით 38 მილიარდი დოლარი და ამ ბრენდის კაპიტალიზაციას ეს კომპანია, რომელიც ჯერ კიდევ 1910 წელს დაფუძნდა, ძალიან კარგად ახერხებს, რადგანაც ხშირად Chanel-ის პროდუქცია ღირს ორჯერ და სამჯერ უფრო ძვირი, ვიდრე კონკურენტების მიერ შექმნილი დაახლოებით ანალოგიური პროდუქტები, რასაც სწორედ ბრენდთან ასოცირებული პრესტიჟი, სტატუსი და ექსკლუზიურობა განაპირობებს. აგრეთვე ისიც უნდა ითქვას, რომ Chanel-ი არის საკმაოდ ტრადიციული, ელეგანტური ბრენდის მქონე, ასე ვთქვათ, კომპანია, რომელიც ძალიან იშვიათად უცვლის თავის რეცეპტებს, თავის ხედვას, თავის, ასე ვთქვათ, ბრენდის იდენტობას, რადგანაც რაც კარგია, მას შეცვლა დიდად არასოდეს არ ჭირდება. აგრეთვე Chanel-ს აქვს ერთი უცნაურობა. ის არასოდეს არ აცხადებს აქციებს, არ აცხადებს შეთავაზებებს და არ მონაწილეობს როგორც წესი კუპონების ფასდაკლებაში და სხვა სახის პრომოუშენებში. საქართველოში შეგიმჩნევიათ ალბათ, როდესაც არის ფასდაკლების აქცია სუნამოების მაღაზიების ქსელებში, როგორც წესი გამონაკლისი არის ხოლმე Chanel-ი, რადგანაც ამ ბრენდს თავისი გაუფასურება ფასდაკლებებით არ სურს.
ხო, ძალიან საინტერესო ასეთივე მიდგომა აქვს კიდევ ერთ მაღალი მოდის ბრენდს, რომლის სახელწოდება Louis Vuitton-ი და ის დაფუძნებულია სწორედ Louis Vuitton-ის მიერ 1854 წელს. ეს არის მაღალი მოდის ძალიან დიდი გიგანტი, რომელიც სხვა შორის ძალიან საინტერესო ბიზნესში იყო თავიდანვე, მაგრამ პირველივე დღიდან ის აწარმოებდა პროდუქტებს ულტრა ძვირადღირებული ხაზით ძალიან მდიდარი ადამიანებისთვის. თავის დროზე ეს პროდუქტები იყო სკივრები, რაც არ უნდა უცნაური იყოს. დღეს სკივრის ხადი არავის არ სჭირდება, ჩემოდნება და სხვა მსგავსმა ნივთებმა ეს პროდუქტი ჩაანაცვლეს, მაგრამ თავის დროზე 1854 წელს, როცა ეს კომპანია დაფუძნა, ცხადია, მდიდარი ადამიანები ქალაქის შიგნით გადაადგილდებოდნენ ეტლებით, ხოლო ქალაქებიდან ან ქალაქებს შორის გადაადგილდებოდნენ მატარებლებით, ამიტომაც მათ სჭირდებოდა სკივრები და სხვა შორის იმ დროს ვერავინ რაღაცა ისე გამოვიდა, რომ ვერავინ მოიფიქრა, რომ სკივრის თავი ყოფილიყო ბრტყელი, რათა ერთი სკივრი მეორეს დადებულიყო და ასე გადაეტანათ უფრო მეტი სკივრი ერთი წაღებისას. სწორედ ეს მოიფიქრა Louis Vuitton-მა და ამით გაითქვა სახელი მთელ საფრანგეთში და უკვე მოგვიანებით ცხადია მთელ მსოფლიოში და ისევე როგორც Chanel-ი რჩება უკვე ულტრა ძვირადღირებულ კატეგორიაში, მან ბრენდის გარკვეულწილად შეიცვალა. სხვა შორის ეს ლოგო, რომელზეც ორი ასო არის გამოსახული L და V, სწორედ თავის დროზე გამოიყენებოდა ერთგვარ შტამპად, რადგან ჯერ კიდევ მე-19-მე-20 საუკუნეებში ძალიან ბევრი fake პროდუქცია იყო Louis Vuitton-ის და სწორედ ის პროდუქცია, რომელსაც აი შტამპი ჰქონდა, ითვლებოდა ნაღდად, მაგრამ რაც არ უნდა ირონიული იყოს, დღეს Louis Vuitton-ი არის პლანეტაზე ყველაზე ხშირად გაყალბებული მაღალი მოდის ბრენდი, რაც სწორედ მის ძვირადღირებულობას და მასზე ძალიან დიდ მოთხოვნას უკავშირდება და ისევე როგორც Chanel და ისევე პრინციპში როგორც ფაქტობრივად ყველა მაღალი მოდის ბრენდი არ აკეთებს არანაირი ტიპის ფასდაკლებებს არასდროს. Louis Vuitton-ის დასწრებელი რაც ღირს დღეს ის ყოველთვის იყიდება მაღაზიაში იგივე ფასად, ან უფრო ძვირად. ცხადია ფასებს ეს კომპანია არ ამცირებს. ხო, ფასების შემცირების პოლიტიკა არ აქვს აგრეთვე Louis Vuitton-ის კიდევ ერთ კონკურენტს, აგრეთვე მაღალი მოდის ინდუსტრიის წარმოადგენელს Hermes ან Hermes, როგორც გენებოთ ისე უწოდეთ, რომელიც როგორც გითხარით, ფასდაკლებებს არასოდეს არ აკეთებს და უფრო მეტიც Hermes-ის პროდუქცია იმდენად ლიმიტირებული და იმდენად ექსკლუზიურია, რომ ხშირად მას როდესაც ყიდულობთ, ის შეგიძლიათ მეორად ბაზარზე უკვე გაზრდილ ფასადაც კი გადაყიდოთ, თუ კი მაგალითად ლიმიტირებული სერიის ბირკინის ჩანთებზე გვაქვს საუბარი, რომელთაც ფასები ეზრდებათ, ზოგიერთი მოდელი დაახლოებით 2-ჯერ და 3-ჯერ უფრო ძვირად იყიდება მეორად ბაზარზე, ვიდრე ის თავდაპირველად მაღაზიაში იყო ხელმისაწვდომი. აქ შეიძლება გაგიჩნდეთ ესეთი საინტერესო აზრი, რომ მიხვალთ, იყიდით და მას გადაყიდით და ამით ფინანსურ სარგებლობას მიიღებთ, მაგრამ ამას ვერ შეძლებთ, რადგანაც Hermes-ის ჩანთების შეძენა არის ნებადართული მხოლოდ სელექციური, ასე ვთქვათ, პრინციპით, ანუ ამ კომპანიამ და ამ ბრენდმა უნდა ჩაგთვალოთ თქვენ ღირსეულად, რომ მისი პროდუქცია შეიძინოთ, ამისათვის კი თავად ამ კომპანიაში ძალიან ბევრი ფული უნდა დახარჯული და უნდა გქონდეთ მასთან ძალიან დიდხნიანი სავაჭრო ისტორია, რისი მიღწევაც მარტივი და იაფი ნამდვილად არ არის. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ თავად ეს ბრენდი აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, ყველაფერი არის ხელთნაკეთი, არის საუკეთესო საწარმოო მატერიალებისაგან დამზადებული, რაც მთავარია ლიმიტირებული და შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1827 წელს შექმნილი ტრადიციებითა და მეთოდებით აწარმოებს დღესაც Hermes-ი თავის პროდუქციას, ხოლო ეს რა თქმა უნდა როგორც მომხმარებლებს, აგრეთვე ინვესტორებს მოსწონთ, რადგანაც ინვესტორები კომპანიას აფასებენ 285 მილიარდ დოლარად, ხოლო მხოლოდ ბრენდის შეფასება არის დაახლოებით 20 მილიარდი დოლარი, რა თქმა უნდა, Hermes-ის ასე ვთქვათ, გაყალბებული ვერსიებიც არის ბაზარზე წარმოდგენილი, მაგრამ როგორც წესი, რეალური Hermes-ის ამოცნობა რთული არ არის, რადგანაც მისი ხარისხის შედარება სხვა რამესთან არის უბრალოდ ფაქტობრივად შეუძლებელი, ხოლო ფასდაკლებებს და რეკლამებს რაც შეეხება, ამ ყველაფერს ეს კომპანია არ აკეთებს, რადგანაც Hermes როგორც წესი რეკლამები არ სჭირდება. იქით მეხუთე ადგილს ამ რეიტინგში, ანუ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგში იკავებს შვეიცარიული მექანიკური საათების წარმოების ნამდვილი ტიტანი Rolex-ი, რომელიც არ აწარმოებს ყველაზე ძვირადღირებულ საათებს, ცხადია ისინი ძვირადღირებულია, მაგრამ ძალიან ბევრი კომპანიაა, რომლებიც უფრო ძვირადღირებულ საათებს აწარმოებენ, მაგალითად Jacob & Co, ასევე Frank Muller-ი, ასევე, რა ვიცი, RM-ი და ძალიან ბევრი კომპანია არის, მათ შორის FP Journey, მაგრამ Rolex-ი არის Rolex. Rolex-ი ყველამისის, Rolex-ი ყველას უნდა და შედარებით ხელმისაწვდომია Rolex-ი, მაგრამ ცხადია Hermes-ის სახით მაღაზიაში რომ მიხვალთ, შეიძლება Rolex-ი იყიდოთ, მაგრამ ცხადია Daytona, რომელიც ერთ-ერთი ფლაგმანური მოდელია, მას ასე მარტივად არავინ გაგატანთ, ამიტომაც მეორე ბაზარზე ფასები ასტრონომიულად არის გაზრდილი, ზოგადად მექანიკური საათებისთვის არის ეს დამახასიათებელი, მაგრამ Rolex-ის შემთხვევაში ეს ნამდვილად ასეა და მისი ბრენდის ღირებულება ლამის 19 მილიარდი დოლარია სწორედ ამის გამო. Rolex სხვა შორის ეკუთვნის ძალიან ბევრი რეკორდი, მაგალითად პირველი საათი ჰიმალაის მთაზე იყო სწორედ Rolex-ი, აგრეთვე პირველი
წყალგამძლე მაჯი საათი სწორედ Rolex-მა შექმნა და ნუ ცხადია ეს რეკორდი არ არის, მაგრამ ყველა Rolex-ი არის დღემდე ხელნაკეთი, რაც ცხადია ადასტურებს მის ძალიან მაღალ პრემიულობას და ერთგვარად უსვამს ხაზს მის ხარისხს. აქვე უნდა ვთქვა ერთი ძალიან საინტერესო რამ, რომ Hans Wilsdorf-ი ადამიანი, რომელმაც Rolex-ი შექმნა, გარკვეულწილად ძალიან დიდი ფილანთროპი იყო და დღესაც კი Rolex-ის მესაკუთრე არის არა რომელიმე კორპორაცია დიდი, რომელიც მოგებისთვის ამუშავებს ამ კომპანიას, არამედ Hans Wilsdorf-ის ფონდი, რომელიც არა მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა და შემოსავლის და მოგების დიდ ნაწილს აბანდებს ქომოქმედებაში, აბანდებს ძალიან კარგ სოციალურ პროექტებში და ძალიან ბევრი სექტორის და მიმართულების განვითარებაზე ახდენს გავლენას მთელ მსოფლიოში. Rolex-ის სახეები ყველამ კარგად იცით, ამის ყველა წარმატებული ადამიანი არის Rolex-ის სახე, მათ შორის ადამიანი, რომელიც უბრალოდ Rolex იკეთებს, ისიც გარკვეულწილად Rolex ამბასადორი ხდება, რადგან ამ ძალიან ექსკლუზიურ კლუბში შემოსვლა მარტივი ნამდვილად არ არის. აი ესეთი იყო დღევანდელი რეიტინგები, ჩვენ გაგაცანით მსოფლიოს 5 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი პრემიული კატეგორიიდან.